მოგესალმებით. ეთერშია მუსიკალურ გასართობის საინფორმაციო აუდიო, ვიდეო, ვიზუალურ შემეცნებით შემოქმედებით სუვერენულ ეროვნულ ექსპერიმენტალური ტელეკომპანია პასიანსი დემოკრატიულ საწყისებზე. დიახ, თვითონ ტელემაყურებლებო, თქვენ ალბათ ადენებთ თვალს ჩვენს გადაცემებს და ბრმაც კი დაინახავს, რომ ჩვენი გადაცემები დღითიდღე უმჯობესდება და უმჯობესდება. ჩვენს გადაცემებში თქვენ ხვდებით გამოჩენილ პოეტებს, მსახიობებს და სპორტსმენებს. ჩვენთან მოდის უამრავი წერილები, ჩვენ ვკითხულობთ ამ წერილებს და თუ წერილი მოგვეწონა, მაშინ უკვე არის შემთხვევები, როდესაც ამ წერილს ჩვენ ხელმეორედაც ვკითხულობთ ხოლმე. და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხელმესამედ, ხელმეოთხედ, ხელმეხუთედაც კი წაგვიკითხია ეს წერილები. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებით მე მინდა წაგიკითხოთ ახლა ერთი ჩემს მიერ დაწერილი ლექსი, რომელიც დავწერე დღეს დილით ბანაობის დროს სააბაზანოში. ლექსის სათაურია რატომ მიყვარს ცხელი წყალი? რატომ მიყვარს წერილები? ჩემ თავს ხშირად ვეკითხები, რატომ მიყვარს წერილები? ხშირად წერე გევედრები ჩემო ტკბილო, კარგო, ბები. დიახ, ასეთი პატარა სხარტი ლექსი გამომივიდა თვითფასო ტელემაყურებლებო. თქვენ ალბათ სულ მოუთმენლად ელით, როდის დაიწყება გადაცემა, ჩქარობთ, არა, მაგრამ მოდით ნუ მიჩქარებთ, სად გვიჩქარება თვითფასო ტელემაყურებლებო? როგორც ჩვენში ქართველები იტყვიან ხოლმე მოჩქარეს მოუგვიანდესო, მოეშვით რბილად, უფრო კარგად დავძანით და გადავალოთ პრესას თვალყური. მე კი დაგილოდებით. უკაცრავად ბატონ ლევან, უკაცრავად შეიძლება თქვენთან ერთად მეც წავიკითხო. რა? გაზეთი, გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონ ლევან, აი აქ კროსვორდს ვავსებ და სულ რამოდენიმე გრაფა დამრჩა შესავსები. ხომ არ დამეხმარებით? კი ბატონო, სამით. ესე იგი პირველი კითხვა ასეთია. ნავსადგური დასავლეთ საქართველოში, რომლის სახელია ფოთი, რა შემოაქვთ აქ გემებით? ესე იგი სულ 700-ო გახლავთ, ბოლო 100 არის ი. შაქარი. შაქარი 600-ია. მაშინ ხორბლეული. ხორბლეული 900-ია ბატონო. მაშინ არაფერი. არაფერი. უი, ჩაჭდა. მე როგორ ვერ მომიფიქრე. მალოთ ბატონო. არის კიდევ რა. დიახ. ესე იგი, ყველაზე გასართობ გადაცემათა ციკლი საქართველოს ტელევიზიით. ესე იგი, პირველი 200 გახლავთ პ და ა, ესეც მთავრდება 100 ი-ზე. მაცეთ ბატონო, მაცეთ რა? პარლამენტი. უი, სორია. მე რატო ვერ მოვიფიქრე მიგვის პირდაპირ მაოცებს თქვენი ერუდირება. თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო გირჩევთ მოათავსოთ თქვენი რეკლამა პარლამენტის სესიების მსვლელობის დროს. თქვენი რეკლამა გახსოვდეთ დეპუტატის სუვერენიტეტია. არის კიდევ რა ბატონო? ერთი გადარჩა ბატონ ლევან, ძალიან დამავალებ. ესე იგი ძალიან იოლი კითხვა ჩემი საზრით, მაგრამ ვერაფრით ყველაზე მყარი ვალუტა. დოლარი. მე კუპონი მეგონა კაც. დიახ, სწორედ აი ამასთან დაკავშირებით, კუპონთან დაკავშირებით ჩვენი მორიგი რეპორტაჟი ელიტარული ტუალეტიდან. ეგ თქო ჩააგდოთ კუპონი. პირი. პატრიცემულო ტელემაყურებლებო, უჭის სატუალეტო მეურნეობას ძიმე პერიოდი დაუდგა ამ ორგანიზაციაში მომუშავე მუშაკებს. დიახ, ჩვენ გადავწყვიტეთ კვლავ წვიოდით ამ ორგანიზაციას და გავსაუბრებოდით თქვენთვის აც უკვე კარგად ცნობილს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ვიცე-პრემიერს, სარეკლამო სააგენტოს უფროს ბატონ დურმიშხან ცალქალამაინძეს. გამარჯობათ ბატონ დურმიშხან. გამარჯობათ. აი როგორი მოქმედა ამ ურთულესმა ძიმე პერიოდმა თქვენს ორგანიზაციაზე? მოგახსენებთ ჩემო ბატონო, ძალიან გაგვიჭირდა. როგორც გახსოვთ, არ იყო ფული და როცა არ არის ფული, მაშინ ადამიანი ვერ ჭამს საჭმელს. როცა ადამიანი ვერ ჭამს საჭმელს, მაშინ ბუნებრივია ის ვერ სარგებლობს ჩვენი პროფილით მომუშავე ორგანიზაციების მომსახურეობით. მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვეწვია მხოლოდ 2 ახალგაზრდა, ისიც სატრფოსთან თავის მოსაწონებლად. ბატონ დურმიშხან, და როგორ გადაწყვიტეთ ეს პრობლემა? ჩვენ არა
მთავრობამ გადაწყვიტა ბატონო, მთავრობა ძალიან დაგვეხმარა, როგორც გახსოვთ, შემოიღეს კუპონი და გაჩნდა თუ არა კუპონი, მაშინვე რიგი დადგა ჩვენს ორგანიზაციაში. ამავე დროს დავამატებ იმასაც, რომ კუპონის ქაღალდით საკმაოდ კარგი ხარისხის გამოდგა. ბატონო დურმიშხან, აი გამოჩენილი ხალხი თუ დადის კვლავ თქვენს ორგანიზაციაში. დიახ, გამოჩენილი ხალხის გარდა ჩვენთან დადიან მთავრობის უმაღლესი ეშელონებიც, მთელი ეშელონებით. ბატონო დურმიშხან, და აი როგორ ხდება შესვლა თქვენთან? როგორ ხდება შესვლა, ამაზე უმჯობესია მოგახსენოთ ჩემმა ექსპედიტორმა, უკაცრავად ჩვენმა მთავარმა ექსპედიტორმა, ქალბატონმა ციცინომ. ციცი? აი ეს არის. უთხარი. ჩვენთან შესვლა ხდება მხოლოდ კუპონებით და მხოლოდ კუპონებზე. და აი რა ქნას უბრალო შრომელმა ხალხმა, რომელსაც არ გააჩნია კუპონი. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენც ხომ გაჭირვებულები ვართ. აი ჩვენ კუპონი ინგლისიდან შემოგვაქვს. კარგი, წადი. ბატონო დურმიშხან, ვფიქრობ ეს მწარე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. და როგორ ვფიქრობთ თქვენ კუპონის გამაგრებას? მოგახსენებთ ჩვენ კუპონის გამაგრება ხელს არ გვაძლევს ბატონო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენს ორგანიზაციაში მაგარი ქაღალდი და საერთოდ კარგი იქნებოდა თუ კუპონი უფრო რბილი, უფრო დიდი ზომის და უფრო მრავალჯერადი ყოფილიყო. ბატონო დურმიშხან, იმედია ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს მთავრობა და მომავალში უფრო დიდი, რბილი და მრავალჯერადი კუპონი გექნებათ. კარგად ბრძანდებოდეთ. უკაცრავად შეიძლება მეც მიმართო ორი სიტყვით ჩვენს მოსახლეობას. მომავალ შეხვედრამდე.